ახლა პროჭია, მაგრამ მოცარტივის ისწავლა არ ფასილებს. ინოსენტ ხარ. მოკლედ ეს თამაში არის ეგრეთ მორალურ დილემაზე რა. სადაც ძალიან ცნობილი ესეთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი არსებობს, რომ ლიანდაგზე რომ მოდიოდეს მატარებელი და 5 ადამიანს ეჯახებოდეს, კლავდეს, შეიძლება იყოს კონდუქტორი და შეგეძლოს რომ მოახმევინ ამ მატარებელს, სადაც წავიდეს იმ ლიანდაგზე, სადაც ერთი ადამიანია, როგორ მოიქცეოდი რა. და დაახლოებით ამ თემატიკაზე ეს თამაში. მაგრამ ესე როგორ მოიქცეოდი? ვიდეო მაგდანა. მამა ეკითხება ბავშვს თავის შვილს და ლიანდაგი აქვს მართლა გაშლილი, იქით 4 კაცი უწევს და აქეთ 1. ეს ბავშვი ადგება და იმ 4 ამერთან გადმოაწევს და 5 უზა აკეთებს. ხო. ბავშვი. მე გაიწარდა. ადოლფი. კაი, მოდი მაშინ დატო იქნება ხა ჩვენი კონდუქტორი. რა არის? ეგრევე. აჰა. წაიგეთ ხა? მახარა. ო, აკაია, მახარა იღეგა. რომელმაც დაკვრა მოცარტივით ისწავლა. ანუ ოცნება ისურვა. ახლა პროჭია, მაგრამ მოცარტივის ისწავლა არ ფასილებს. ინოსენტ ხარ. და ჩვენი რა ხდება? სასაყვალოდ ძელდება. ის სიფათია მართლა მახარას. დატო ხა შემევიცეთ მახარა გიყვარს. ალბათ მახარა მოგივიდა? მაგრამ მაგ არის ყველა მომავალი წარმატებული იუთუბერი დგას აქ. ყველა მომავალი წარმატებული იუთუბერი. ჯერჯერობით ძალიან მარტივად ვარ გადახრილი მახარას გადაცემა. ეხლა რა ხდება? რატო გავხარ? მოდი. მახარას გავარდყავ. მახარა არ ვიცი ვინ არიან. 5 წლის ბავშვის დაბადების დღის ფარტი. დატო, სამაგირო, ახლა ხო იქით ხარ რა? ო. მაგრამ ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემი საუკეთესო მეგობარი. ხო. ყველს გავს ამას, მელოტი რო. აი რა შემდეგ ეგეთი ხარ. ეხლა მიხეილ შენ ხარ მეგონი, ვიშ გა. ჩვენ ხარეს დავდებთ რუსულ როკ ჯგუფს, რომელიც პუტინს აღმერთებს. ოკეი, აი. ჩვენ დავდებთ აქეთ TikTok-ის შემხმოს, ვის დაასა. მამა რუსულ როკ ჯგუფს პუტინს აღმერთებს. ეგრე გადასწრებდი არა ის. რო ტატოს საუკეთესო მეგობარი არის ესეთი, ვისაც არ უნდა რომ ოდესმე ნახოს ტატო. ნახოს რა საუკეთესო მეგობარია მაგას. ახლა სხვა საუკეთესო მეგობარი, რომელსაც არ უნდა რომ არებას გნახოს, მაგრამ მას ხელში უჭირო შენი საყვარელი ცხოველი. აი, მაგრამ ნუ, კაროჩ, საბოლოო ჯამში ვერ ვარ ვატრაკო. ესე